საფეხბურთო კლუბი ზესტაფონი პრინციპულ მეტოქესთან შესახვედრად ემზადება. დავით აბაშიძის არენაზე ფეროელები უახლოეს მდევარს რუსთავის მეტალურგს უმასპინძლებენ. ეს უკანასკნელი ქვეყნის მოქმედ ჩემპიონს მხოლოდ 2 ქულით ჩამორჩება. თუმცა ზესტაფონს ეროვნულ ჩემპიონატში მისი მეტოქესგან განსხვავებით ერთი შეხვედრა აქვს გამოტოვებული ქუთაისის ტორპედოსთან. როგორც ზესტაფონის ფეხბურთელები აღნიშნავენ, ისე როგორც ყოველთვის ამჯერადაც მინდორზე მხოლოდ მოსაგებად გავლენ. ემზადებით ოლიმპისთვის თამაშზე მეორე ადგილზეა მოგეხსენებათ ჩვენ პირველზე ვართ და ყველანაირად ვესწრებით რომ სახში თამაშობთ და მოვიგოთ ეს თამაში და გავასწროთ რა 5 ქულა იქნება მე სხვაობა რომ გავასწროთ და რომ მოვიგოთ და ანუ ჩვენი გულშემატკივის იმედი გვაქვს რომ მოვლენ სტადიონზე და ანუ ჩვენს კარგ თამაშს ვაჩვენებთ და მოსაგებად გავალთ აუცილებლად. საკმაოდ რთული თამაში გველდება ერთ-ერთი ლიდერია რუსთავის მეტალურგთან ქულებითაც დიდი სხვაობა არ არის და რა ვიცი ჩემი აზრით საკმაოდ კარგი თამაში იქნება და მაყურებელს დიდი იმედი მაქვს რომელიც მრავლად მონდა დაგვიჭერა მხარს. და მთლიანობაში ალბათ კარგი თამაში გამოვა და შემდეგ ფეხბურთს ვთამაშებთ როგორც ყოველთვის. ფაქტიურად ისეთი თამაში გვაქვს რომ გადამწყვეტი შეიძლება აღმოჩნდეს ეგ თამაში. აუცილებლად უნდა მოვიგოთ და მოვიგებთ კიდევაც და რა შეეხება გულშემატკივრებს ძალიან დიდი მხარდაჭერა იყო ეხლა დინამოსა და ყოველთვის რა რაც თამაშები იყო და კიდევ უფრო თუ გაივსება და თუ უფრო მეტი მოვა უფრო გავახარებ და უფრო კაი შედეგს ვაჩვენებთ რა. იბრძვით ჩემპიონობისთვის და ერთ-ერთი გადამწყვეტი თამაში რა თქმა უნდა ეხლა ოლიმპთანაა, იმიტომ რომ გულები რო გაიყო ეხლა უახლოესი მდევარი ოლიმპია და ძალიან მნიშვნელოვანი თამაშია ჩვენთვის. და ვეცდებით რა ყველაფერი გავაკეთოთ რომ მოვიგოთ გავიმტკიცოთ ჩემპიონი. ზესტაფონის გულშემატკივრებს წინ ერთი სასიამოვნო სიახლე ელოდებათ. ხანგრძლივი მკურნალობისა და რეაბილიტაციის კურსის გავლის შემდეგ მინდორზე გიორგი ხიდეშელი დაბრუნდა. ის გუნდს გასული წლის ივლისიდან გამოაკლდა. ხიდეშელმა სერიოზული ტრავმა ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მატჩი კიშინოვის დაჩიასთან მიიღო. რაც შეეხება მკურნალობას დასრულდა ეს მკურნალობა უკვე ასე ვთქვათ წინა მატჩში დინამოსთან უკვე 18 კაციან განაცხადში ვიყავი ვფიქრობ უკვე ჩემი თამაში შეიძლება ესე ვთქვათ ცოტა ნელა კარგად მიმდინარეობდა ის ყველაფერი რეაბილიტაციები გამოჯანმრთელების პერიოდი და ნახოთ რა მომავალში რა იქნება და როგორ იქნება გულშემატკივარს პირველ რიგში ვეთქვი ძალიან დიდ მადლობას ამ ხნის განმავლობაში ძალიან გვერდში მედგნენ ყოველი მათგანის ეს მინდა პირადად დიდი მადლობა უთხრა რაც შეეხება მომდევნო მატჩს რა ვიცი ვფიქრობ ერთ-ერთი სერიოზული თამაში არის ოლიმპთან თამაში და რა ვიცი წარმატებას ვუსურვებ ჩვენ ბიჭებს და სულდეც ზესტაფონს დინამოსთან ფრედ დასრულებული მატჩის შემდეგ ჭიაბრიშვილი არც თუ ისე კმაყოფილია, თუმცა აღნიშნავს, რომ გუნდის სატურნირო მდგომარეობა ამით ძირეულად მაინც არ შეცვლილა. რუსთავის მეტალურგთან კი მისი თქმით ყველაფერს გააკეთებს გუნდის სასურველი შედეგის მისაღწევად. გამარჯვება ყოველთვის გწურია და გვინდა ყველას და უკეთესი იქნებოდა რა თქმა უნდა, მაგრამ რასაც ფრეს მივაღწიეთ და სატურნირო მდგომარეობით ჩვენ უფრო კომფორტულად გზნობთ თავს და ამიტომ დიდი დანაკლისი არ არის ამ კუთხით, მაგრამ ეხლა მომდევნო თამაშებისთვის უკვე მოწინააღმდეგე ყავს უკვე რუსთავის მეტალურგი და უკვე რთული არის ამ გუნდთან უკვე ახლოს არიან მეორე ადგილზე, სულ 2 ქულა გვაშორებს და ერთი გამოტოვებული თამაში და ვიმედოვნებთ რომ ძალიან პრინციპული და მნიშვნელოვანი თამაშია, ვიმედოვნებთ რომ ამ თამაშს მოვიგებთ და უფრო კომფორტულად ვიგზნობთ თავს უკვე უახლოეს მომდევარ გუნდთან. რუსთავის მეტალურგს ზესტაფონი კვირას 25 მარტს უმასპინძლებს.